18 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ ფარგლებში ჩატარდა დებატები თემაზე ნარკომანია ავადმყოფობა თუ დანაშაული. დღეს კონკურსი ტარდება საორატორო ხელოვნებაში. Ამ კონკურსის პირველი ნაწილი უკვე ჩატარდა რამდენიმე დღის წინ და ის იყო ერთჯერადი გამომსვლელის საორატორო ხელოვნების ჩვენება, ასე ვთქვათ, როცა ორატორი პირისპირ იდგა აუდიტორიის წინაშე. ასეთი კონკურსი უკვე ჩატარდა, ეს მეორე ტურია კონკურსის. ახლა ერთმანეთს შეჯიბრებიან უკვე გუნდები. სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ ფორმატით დღეს გვაქვს დებატები სტუდენტებს შორის მონაწილეობს დაახლოებით 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი თითო გუნდი შედგება 3 ადამიანისგან და თემა არის ნარკომანია დაავადება თუ დანაშაული. მოგეხსენებათ, რომ ტარდება სტუდენტური დღეები 2013, რომელიც ეძღვნება ნარკომანიის თემატიკას. დღეს ამის ფარგლებში გაიმართა დებატები. თემასთან დაკავშირებით ნარკომანია დანაშაული თუ დაავადება. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურად იყო არის და იქნება მომავალშიც ჩართული მსგავს პროექტებში.